ნიკოლას სარკოზის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა ძალაში მომავალი წლის ივლისიდან შევა. სენატის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ეროვნულმა ასამბლეამ დამტკიცა. თუმცა მიუხედავად ამისა, მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს და დღეს რიგით მეშვიდე საყოველთაო გაფიცვა იწყება. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტის ბოლო ვარიანტი დაამტკიცა. მას მხარი 316 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი კი 233 აღმოჩნდა. სადაო ტექსტთან დაკავშირებით კენჭისყრა პარლამენტის ქვედა პალატაში მას შემდეგ გაიმართა, რაც რეფორმას სენატმა დაუჭირა მხარი. ახალი კანონი ძალაში მომავალი წლის ივლისიდან შევა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიონის განცხადებით, კანონი, რომელიც უმრავლესობით იქნა მიღებული ყველა მოქალაქემ უნდა ცნოს. ეს მნიშვნელოვანი დღეა ახალი კანონის მისაღებად. ისტორიული დღეა ფრანგი ხალხისთვის, მათთვის, ვინც უკვე პენსიაზეა და მათთვისაც, ვინც მომავალში აპირებს პენსიაზე გასვლას. თუმცა კანონის მიღებას არ ეთანხმებიან სოციალისტები. მათი თქმით, ახალი კანონი მორიგ საპროტესტო ტალღას ვერ შეაჩერებს. ელისეს სასახლეში არ უნდა ფიქრობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც კენჭისყრა შედგა, საპროტესტო აქციები შენელდება, რადგან ხალხში კვლავ დიდია იმის შეგრძნება, რომ კანონი უსამართლოა. ეს მოსახლეობაში წუხილს იწვევს. მთავრობას ჯერ კიდევ არ გადაულახავს მთავარი პრობლემები. ახალი კანონპროექტის თანახმად საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე გაიზრდება. ეს კი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. დღეს საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით რიგით მეშვიდე საპროტესტო აქცია გაიმართება.